მშვიდობისთვის საჭირო ასპექტების თანამედროვე გაგება ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე კლასიკურ განმარტებას ცდება. სუვერენიტეტის პატივისცემა და გამჭვირვალე დაფინანსება პარლამენტის თავმჯდომარე ჟენევაში კოლეგებს უზიარებს თუ რა გამოწვევის წინაშე დგას ხანგრძლივი და სტაბილური დემოკრატია თანამედროვე სამყაროში. მაკუნა აბელაძე ჩაგვერთება იმ კონფერენციიდან, სადაც მსოფლიოს პარლამენტის სპიკერები პანელურ დისკუსიაზე მსჯელობდნენ. Am კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა და დისკუსია ნამდვილად ბევრი საკითხის მიმართულებით იყო და ქართულმა მხარემ ეს პლატფორმა გამოიყენა ერთი მთავარი მიზნისთვის. ევროპის, ცენტრალური აზიის თუ ლათინური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებთან ესაუბრა საკითხებზე, რომლებიც ახლა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში განსაკუთრებით აქტუალურია. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია, პირველმა კანონმდებელმა კი შეაჯამა, რა სათქმელით ჩამოვიდა ქართული მხარე ჟენევაში და რა შედეგით ბრუნდება უკვე შვეიცარიიდან საქართველოში. პირველმა კანონმდებელმა თქვა ისიც, რომ მნიშვნელოვანია იქნას გააზრებული დანარჩენი მსოფლიოსთვის თუ რა პრობლემები და გამოწვევები დგას ახლა ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით და ითქვა ისიც, რომ ყველა შესაძლებლობა თუ რესურსი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები დაცული იყოს. ეს პლატფორმა მნიშვნელოვანი არის, რომ ნახოთ, გავიცნოთ კოლეგები, რომელსაც ერთის მხრივ რომელთანაც გვაქვს ბევრი საერთო სტრატეგიული საკითხები განსახილველი, იქნება ეს ევროპული ინტეგრაცია, იქნება ეს რეგიონული განვითარება და ასევე გავიცნოთ კოლეგები, რომლებიც გეოგრაფიულად დისტანციით შორს არიან და სხვა შესაძლებლობები შეიძლება არ იყოს ერთმანეთთან კომუნიკაციის. ქონდა შესაძლებლობა როგორც ჩვენ ევროპელ კოლეგებთან ქონოდა საუბარი, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებთან, ალბანეთთან, მოლდოვასთან, ასევე ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სხვა წარმომადგენლებთან, რომ განგვეხილა ის პროცესები, რომელიც მათ ქვეყანაში მიდის, კონფერენციის მსვლელობისას არის შესაძლებლობა, რომ ბევრი საკითხი იქნას განხილული. რა თქმა უნდა, შესაძლებლობა მქონდა, რომ გამოსულიყავი კოლეგების წინაშე და გვესაუბრა იმ საკითხზე, რომელზეც საქართველოს შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ექსპერტად ჩამოყალიბდა, გულისხმობ გაუმჭვირვალე უცხოური დაფინანსების გამოწვევას. და კოლეგებთან საუბარშიც ჩანს, რომ ბევრი ხედავს ამ პრობლემატიკას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა გაუმჭვირვალე დაფინანსების სახით და ამ მხრივ ჩვენს მოსაზრებებს ბევრი თანამოაზრებს. დემოკრატიის ფუნდამენტური მნიშვნელობა, მშვიდობისა აუცილებლობა და უცხოური ჩარევის მავნე პრაქტიკა. ეს კი ის საკითხებია, რომლებზეც უკვე შავა პაპუაშვილმა გენერალური დებატების თუ პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა. ვიზიტის დატვირთული იყო დღის წესრიგი, ვიზიტის განმავლობაში იყო არაერთი ორმხრივი შეხვედრა 10-მდე პარლამენტის თავმჯდომარესთან და საბოლოო ჯამში უმაღლესი ტრიბუნიდან ქართული მხარის სათქმელი ასეთი იყო. ჩვენი ქვეყანა მზად არის ნებისმიერ ინიციატივაზე თანამშრომლობისთვის, რომლის მიზანიც იქნება ისეთი მომავლის შექმნა, სადაც მთავარი ფასეულობაა სუვერენიტეტი, მშვიდობა და დემოკრატია. დროა დემოკრატიამ დაიბრუნოს ფუნდამენტური მნიშვნელობა. გენერალური დებატების უმაღლესი ტრიბუნა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა მთავარი მიზნისთვის გამოიყენა. ესაუბრა ბოლო დროის ყველაზე დიდ გამოწვევაზე. საქართველოს მაგალითზე პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაზე კარგად იცის, რამდენად მავნეა უცხოური ჩარევის პრაქტიკა. ამიტომ სათქმელი ქართულ კანონმდებელს ბევრი ჰქონდა. უცხოური ფული, რომელიც დემოკრატიის განვითარების ნაცვლად სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას და დესტაბილიზაციას ხმარდება. ყველაზე აქტიურად ეს ფული ჩვენს ქვეყანაში სწორედ მესამე სექტორში ჩაიდო, რომელმაც მოსახლეობის ნაწილისთვის ყალბი წარმოდგენების შექმნა სცადა. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების განვითარების უჩვეულო პერიოდის მომსწრენი გავხდით, როდესაც უცხოურმა დახმარებამ უარყოფითად იმოქმედა საერთაშორისო თანამშრომლობაზე. სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიზაციის სახელითა და ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით სამართლის უზენაესობის ძირის გამოთხრამ ზიანი მიაყენა როგორც შიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირითადი საყრდენები. უფრო მეტიც, ხმის ამოღება და უცხოური დახმარების, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების
დაფინანსების მორალურობასა და ეფექტიანობაში ეჭვის შეტანა ტაბუდი იქცა. თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია ცხოვრების წესია და არა იდეოლოგია. დემოკრატიული დახმარების საფარქვეშ პოლიტიკური გავლენის თავსმოხვევა დემოკრატიის არსზე წინააღმდეგება. ხალხის მმართველობის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ თვითდანიშნული უცხოელი დემოკრატიის მენტორების მმართველობას. საქართველო იმ ერებს შორისაა, რომელთა დემოკრატიაც ამ თავსმოხვეული უცხოური პოლიტიკური ჩარევით დაზარალდა. ჩვენ ვიხილეთ, როგორ განვითარდა უცხოური მხარდაჭერით უცნაური ნარატივი, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასთან გააიგივეს, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოება ხალხთან. ამგვარი აზრობრივი მანიპულაციით უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ხალხად იქცნენ. შედეგად საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის საპირწონედ წარმოაჩინეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ლეგიტიმაციის საზომად აღებულია არა ხალხის მიერ მინიჭებული დემოკრატიული მანდატი, არამედ მათ მიერ მიღებული უცხოური დაფინანსების სიდიდე. გენერალურ დებატებამდე ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა გაეროს ოფისში შეკრებილ კოლეგებს პანელური დისკუსიის ფარგლებშიც სიტყვით მიმართა და მათ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა შეახსენა. საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებით და ომის გამოცდილებით, ქვეყანა რომელმაც მშვიდობის ფასი ყველაზე კარგად იცის. სწორედ ამ გამოცდილების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული პოზიცია აქვს. ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა. ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა. საქართველოს მთავრობა რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ერთგული და კონცენტრირებულია ომით დაზარალებული საზოგადოების შერიგებასა და ჩართულობაზე. სამწუხაროდ დღესდღეობით მშვიდობის მიღწევის გზაზე არსებული საფრთხეები მოიცავს არა მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს, არამედ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც ერების სუვერენიტეტის უპატივცემულობისა და მათ შიდა საქმეებში ვიდან მომდინარეობს. საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგი, რომლის მიზანიც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ხანგრძლივი მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა, ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებებსა და სამართლიანობას. მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგით ჩამოვიდა ქართული დელეგაცია ჟენევაში. ევროპის, ცენტრალური აზიისა და ლათინო ამერიკის ქვეყნების 10-მდე პარლამენტის პირველ სპიკერებთან გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. არაღიარების პოლიტიკის გამტკიცება, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ეკონომიკური თუ საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება. ქართულმა მხარემ ეს პლატფორმა ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გამოიყენა. ძალიან ბევრი პოზიტიური გზავნილი მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ გეოგრაფიულად შორს მყოფი ქვეყნებისგან. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში, რამდენად არასწორი და არასამართლიანი შეიძლება იყოს ის მიდგომები, რომელიც დღეს აქვს ევროკავშირის ბიუროკრატიას საქართველოსთან მიმართებაში და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. შესაბამისად, ეს პლატფორმა ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოვიყენეთ მაქსიმალურად ეფექტიანად. მსოფლიო საპარლამენტო კავშირის სპიკერების კონფერენციამ სტარტი 2 დღის წინ აიღო. 115 ქვეყნიდან პირველი სპიკერები წელს ჟენევაში შეიკრიბნენ. საქართველოს პირველმა სპიკერმა ამჯერად შვეიცარიიდან უთხრა მსოფლიოს, რომ სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველომ ეს ყველაზე კარგად იცის.